Heri da heri da heri da heri da heri da heri Samshoblo dedi dudu yida harga იცლების ხოზე და ერთად კბი ნახატები ყოველთვის ვცდილობ რომ სვანეთი წარმოვაჩინო როგორც მშვენიერ ქმნილებად სულ ეს არის ჩემი ფიქრი ჩვენი წინაპრების ნაშრომი ჩვენი კულტურის ფრაგმენტები და მომენტები და ამიტომ ძირითადად სვანეთის პეიზაჟების გაკეთება მიყვარს იმიტომ რომ მინდა დავანახო მსოფლიოს რომ ჩვენ არა ვართ დაბალი დონის ხალხი რა მაცხოვრის ფერის ვალების ტაძარი არის ჩვენი საგვარეულო ტაძარი და ჩვენ გვევალება მისი მოვლა პატრონობა 10 საუკუნეა უკვე გასაღებები დევს ჩვენ ოჯახში ჩვენა ვართ ცველები და პასუხისმგებლები როგორ მდგომარეობაშია ტაძარი როგორი სულიერება სოფელშიც დღესდღეობით მე ვამაყობ რომ ჩემ ხელშია ეს მოგესალმებით, ხმძანდებით სვანეთში. მე პირადად რეზო ხოჯელანი გახლავართ. მერვე საუკუნეში უკვე გამართული ქრისტიანული ცხოვრება მიდიოდა. მეათე საუკუნეში გახდა აუცილებლობა, სოფელს უნდა ქონოდა ეკლესია სამლოცველო. მით უმეტეს იმ პატარა ბაზილიკაში უკვე ძალიან პატარა ფართი იყო და მრევლიც ვერ ეტეოდა და საჭირო იყო გაფართოება ტაძრის. ამიტომ მე-13 საუკუნის ბოლო პერიოდია ძმები ქირქიშლიანები შეუდგენ მაგ საქმეს სოფლის შეწევნით, ჩვენი თანადგომით ოჯახის და დაშენდა ზედ მეორე სართული და ეკურთხა ლაღამის, მაცხოვრის, ფერის ცვალების ტაძრად. მოიხატა იმავე მე-13 საუკუნის ბოლოში შალვა ქირქიშლიანი და მომხატველია მისი ძმა ნექე ქირქიშლიანი. და დავუშალოთ ეს ალბომი და წავიკითხოთ ქართულად. ამან გერმანე ხოჯელანმა გადმომცამე გასაღები ეკლესიის. ეხლა გახლავარ 66 წლის. მე-4 კლასიდან მიყვარდა ხატვა, ბღაჯნა. მერე დავამთავრე ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი თბილისში. აუცილებელი იმ დროს საბჭოთა პერიოდი იყო, აუცილებელი იყო სამხედრო სწავლება, მოხდი ჯარში. ჯარი გამოვიარე ერთი პერიოდი ესტონეთში, პრიბალტიკაში, მერე კავკასიაში. ჩამოსვლის მერე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. რაც შეეხება იმ პერიოდს, რასაც კომუნიზმი ქვია, სამწუხაროდ ბევრი ჩრდილი და ბევრი ზიანი მიაყენა როგორც რელიგიას, ესევე ტაძრებს. ისინი არ აღიარებდნენ კომუნისტები, არც ღმერთს, არც ტაძარი არ ჭირდებოდათ. ისინი გვასწავლიდნენ დიდება ღმერთს კი არა, დიდება ლენინსო, დიდება სტალინსო და განგებ გაქურდვების დაყაჩაღებაც მეურნეობა სიმინდი და სხვა პროდუქტები უნდა შეედახა და წყალმა ბევრი ზიანი მიაყენა როგორც ფრესკებს და ჩემს ცნობიერებაში მივხვდი რომ
უნდა გადავსულიყავი ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. იმიტომ რომ ეზოში ფაქტიურად ტაძარი გიდგას, რომელსაც უნდა კვალიფიციური ყურადღება, მომსახურება. მე შემეძლო იქ მიმეღო მონაწილეობა რესტავრაცია კონსერვაციაში, მაგრამ გასახების მფლობელი როდის გავხდებოდი, არ ვიცოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემებიც მიხვდნენ, ვის უნდა ქონოდა გასაღები. نشیلن میخوره که بدهتیز میشکن بود گمان میشکن نشیلن میده بیلخه მე-11 საუკუნის შენობა ნაგებობა არის. თითქმის ყველაფერი ზედ ორიგინალურია შერჩენილი და შენახული. ეს ჩუქურთმა, ეს ყველაფერი ეს არის იდარი. რომელზე ხორცს კიდევდნენ. ერთი ხარი მთლიანად შეიძლება დაიკიდოს ზედ. Hadi. Jarre bu, jarre. Jader. Jad. მე დავიწყებ ლაპატკას ავიღებ, გამომყვებით და იმას გადათოვლას დავუწყებ იქა, ხოზე ხარ. მე ლამპრებს გავამზადებ, შევკრავ და პირველ რიგში აქ სადაც ქვებია აქ არის, მინდა გამოვაჩინო ეგენი რა. საერთოდ ესეა წესი. მან სახელს ხო ჩანს და პორტრეტებია და რომ ესაუბრო რომ შეუნდო და თან ჩახედო თვალებში იმ სურათს რასაც ცნობ და უყურებ რა. მას მე ცოტა მზე გააცბობს და ჩამოცილდება. ეს არის ჩვენი მოფერება ამ სულებთან. ამათ უნათებთ გზას. აი კიოსკენ, სამყაროსკენ ბიძა ჩემი, გერმანი ხოჯელანი, ბიძაშვილი გურამის მხატვარი, ბეთკილ ხოჯელანი, ის მხატვარი ლეო ხოჯელანი, მამა ჩემი, აქ დედა ჩემი და ნუ იქ ჩემი ძმა და ეგ არის. ნახევარზე მეტი აქ ამყავს ჩემი სახლობლო. და მოდი და ნუ ჩამოხვალ და ნუ გაესაუბრები და ნუ დაუნთებს და რაღაცა. გაგიმარჯოთ. ტაძრის ნახვა გნებავთ? ტაძრის ნახვა გინდოდათ? აი ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ რა. ცოტა ხანი რაღაცას ვაკეთებ და შევძადით. თუ სურვილი გაქვთ, იმიტომ ჯერ ამ თალია რა. ის ჩამოვალ და ჩამოვიდა გასაგებს. კარგი. საიდან ხართ? თბილისიდან. ჩამობძანეთ, რაც მეტი იქნებით, უფრო კარგად გაიტკეპნება იქ. ერთი წრეში რო დაუვაროთ, მადლობელი. აბა რა, გატკეპნეთ რა. ვაფშე მაგრები იქნებით, შემოგიოლოს ჩემი თავი რა. ლაპრობისთვის ამზადებთ? ხო, ეგრეა ჩემი კარგი.
კეთილი იყოს მომბრძანება. აბა, ამდენი კაი ადამიანი თვითონ ნაბის რო გადადგავს, გაიტკეპნება იქაურობა, აბა რა იქნება? გასაგებზე ავალ შემოკარგებო, ჩამოვიტანე ხლავე და მანამდე შეგიძლიათ იქ ექსკურსიას გამოგივათ და თან გატკეპნით აქაურობას. მოიწეთ თქვენს და შემოვლენ კარებში განახალხი და იმახავენ რა. შემოგარგებო პირველ რიგში ფარვიდეთ მისი მადაძალა ლაღანის ცხოვრის ფერისვალების ეკლესიაში ბრძანდებით. აქ რა სადაც ვართ ეს არის მე-13 საუკუნე შენებას და მხატვრობას ყველაფერი მე-13 საუკუნე რასაც თქვენ ხედავთ აქ კედელზე. მაგის მოპირდაპირედ სარკმლის ზემოთ არის თუ შუქი გიშლით ხელი მოიჩდინეთ შობა განბანების სცენა. მეორე რეგისტრი არის მაცხოვრის სამქვეყნიური სასწავლო მოქმედებანი და ცხოვრების ფრაგმენტები. იცით ალბათ რომ უფალმა იესომ შეანგრია ჯოჯოხეთის ბჭენი ჯვრით და ადამ და ევა ამოყავს ჯოჯოხეთიდან და ამით მთელ შანს მეორე შანს გვაძლევს კაცობრიობას. არა, მის დღემში არ დამწვარა. აი ეს რასაც ხედავთ მე თვითონ რესტავრატორი გახლა ვარ და შავი კვადრატები რაც არის ეს არის აი 10 წლის განმავლობაში ნალოცი მამოები საკმეველი საცეცხლური სანთელი სამწუხარო დაკას ნახე სანთლების მინადებია და ნუ ეს დრო და პერიოდი და გაუწმინდეთ გავამაგრეთ მე თვითონ 13 საუკუნის არის და როდის მოხდა ეს 2002-ში 50 წელიწადი ამას არაფერი არ ჭირდება. მე ალბათ ახალი თაობა, თქვენი თაობა და იმაზე უფრო ახალგაზრდების მოვლენ და გაბედით, გენათ. ის არის ახლა მე ნელ-ნელა ლამპრების ჩალიში უნდა დავიწყოსი ალბერგილდას ლახსელა ლეჟელი ქვაი ამბძალა და მათები თუზეშთა ეს და სერაფიმთა გენუპე შენ რას აკეთებ ახლა? რომ მოდიხარ? წამოგაგებინე, რა მაგარი საქმეა. მაშინ თითოეული უნდა წავიღოთ და ეგრეა. სამძიმები არ გავაკეთე პრინციპში რა. იმასაც სახელურია ხო. დედა მიშკულა და ღისკულა ქუნს ქრისტიანარდუ ჯიგეთ მამას ქრისტიანარდუ ჯიგეთ კონტრატე ხოჩამარე ხასი ხოჩალა ქუნჯი რაჩი ხოჩა ჭიშხუჯი ვირასუმსედეთ
ერმალოს ბაბა. უყურე შენ ასეც ხდება. ხოჩალა ქუნუჯარ. ქრისტიანარდუ ჯიგათ. გურამ. შეიძლება ჯავშკედ, მაგრამ ამჟი იხებსი. ხოჩალა ქუნუჯარ ხლა კაროჩე. გიორგი მოდი ის მიაყოდე, არავინ არ მოგპარავს მაგას, შანსი არ არის. თორე აქა ვარ და საწავგივა. მოდი თვითონიკა ჩვენი წასულებისა ავწიოთ, ჩემო კარგებო. ტრადიცია, წესი ესეა, ჩემო კარგო და სანამ მანამ მე ფეხზე ადგომა შემეძლება და ამის გაკეთება ფიქრობ რომ ვერავის ვერ გადავაბარებ. Un moment. სამი გოგო მყავს, ერთი ვაჟკაცი. ჩემი შვილი ამისთვის მომზადებულია. მაგრამ მე არ ვიცი იმ მომენტში, როცა გადაბარება იქნება, ვინც მიიღებს ამას რა, იმიტომ რომ ამას უნდა ხედვა აქითკენაც და იქითკენაც, ხო? კი, მოვა მაგის დრო, თავის დროზე მოვა. მე არ ვჩქარობ ამ თემაზე, იმიტომ რომ ჯერ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ხო და როცა დავინახავ რომ მე უკვე იმის იქით არ შემიძლია, მაშინ გადავცემ, ამანაც და იაროს იმან, ვინც იulis რა. გამარჯობათ. ეხლა